ახლა ანუ ვაპირებთ თუ არა სხვა უფრო მაღალ ინსტანციებში გასაჩივრებას ამ გადაწყვეტილებას. იგი ჩემთვის ცნობილი არის, რომ რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივარი მისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ჩვენთვის. ადრეც ვაცხადებდით და ახლაც ვიმეორებთ იმას, რომ დღევანდელ რეალობაში სასამართლო არის ყველაზე მოწყვლადი ხელისუფლების ორგანო. აქედან გამომდინარე ის სხვანაირად ვერ გააკეთებდა, ამიტომაც ეს სიურპრიზი არ ყოფილა ჩვენთვის. პირიქით რომ მომხდარიყო, აი ეს გამიკვირდებოდა. რასაკვირველია, ამის პარალელურად ჩვენ ვრჩებით იმ აზრზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და ობიექტურ პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მისი ინტერესებისთვის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. რას ვაპირებთ ამ შემთხვევაში? პროცედურა მოითხოვს, რომ ეს გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში და ეს განხორციელდება უახლოეს დროში. გარდა ამისა, მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით თქვენ იცით უკვე, რომ ჩვენ არ დავჯერდით მხოლოდ შიდა სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას და 20 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში საჩივარი იქნა შეტანილი სწორედ ამ საკითხზე, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის უკანონო ჩამორთმევის, შემდგომ მოქალაქეობის არ მინიჭების და ამასთან განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების არაადეკვატურობის შესახებ და ეს არის პირველი საერთაშორისო იურიდიული ინსტიტუტი, რომელიც ჩაერთო აი ამ საკითხის მოწესრიგებაში საერთაშორისო ასპარეზზე. გამოთქმულია ეჭვი თაობაზე, რომ თითქოს ფონდი ქართუ ეწევა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის მოსყიდვას. ლაპარაკია უშანგი კუზანაშვილზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ფონდი ქართუსგან ჩაერიცხა 16292 ლარი და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანი სანამ თანხა ჩაერიცხება და 3 დღით ადრე გაწევრია და ქართულ ოცნებაში. რა პოზიცია გაქვთ თქვენ ამაზე და რა პასუხს გასცემთ კონტროლის პალატას? მე ამ განცხადებას გავეცანი, მაგრამ ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლა არ მომიხდენია. ამ დღეებში გავხდით ბაღდადში, იმ რაიონში, სადაც მაჟორიტარად დამასახელა კოალიციამ და ამიტომ სამწუხაროდ ფაქტების არ ცოდნის გამო მე კომენტარს ვერ მოცემთ. არ ვიცი, არ შემისწავლია ეს საკითხი. რაც შეეხება მერეთის ინციდენტს, იყვნენ თუ არა იქ მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები, თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია? არც მასთან დაკავშირებით, მე მხოლოდ ვნახე ის კადრები, რაც გავრცელდა და სხვა დამატებით ინფორმაცია სამწუხაროდ არ გამაჩნია მაგ საკითხზე. ბატონარჩილ, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ ოპერატიული მასალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც ჩანს როგორც ცდილობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვას. მსგავსი სტრატეგიით რამდენად შესაძლებელია თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის წარმატების მიღწევა და რა მიზანს ისახავს პოლიციის თანამშრომლების გადმოვირება, ასე ვთქვათ, კოალიციისთვის? პირველ რიგში მე არ ვთვლი, რომ ჩვენი კოალიციის მიზანი არის ვინმეს მოსყიდვა. ამისი ობიექტური საჭიროება არ არსებობს. მოსყიდვა ჭირდება იმ ძალას, რომელსაც აკლია მხარდამჭერები და რომლის პოპულარობა კლებადი არის. მაშინ, როდესაც კოალიციის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ უკვე ჩამოყალიბებულ სახალხო მოძრაობას, მოსყიდვის წინაპირობა არ არსებობს. ასე რომ მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, თუ ვინმეს გააჩნია, რომ კოალიცია მიზნად ისახავს ვინმეს მოსყიდვას და შესაბამისად გამომდინარე აქედან არც მსგავს ფაქტებს კოალიციის მხრიდან ადგილი არ აქვს. შეიძლება იყოს სახეზე ცალკეული პროვოცირებული ფაქტები, მაგრამ ეს რასაკვირველია კოალიციასთან კავშირში არ არის. მე
კონკრეტულ ვიდეო მასალას რაც შეეხება მე ის არ მინახავს და რომ ვნახო შესწავლის გარეშე ვერ გავაკეთებ შეფასებას, მე ვამბობ იმას, რომ კოალიციას მსგავსი მიზანი არ აქვს და თუ ვინმე ახორციელებს მსგავს უკანონო მოქმედებას, ის კოალიციასთან კავშირში არ შეიძლება განხილულ იქნას. აი ეს შემიძლია გითხრათ. და როდესაც კონკრეტულად შევისწავლი კონკრეტულ ფაქტს, ახლა მე იურისტი ვარ, ადვოკატი ვარ და როდესაც ცალკეულ ფაქტზე მთხოვენ აზრის გამოხატვას, თუ მისი შესწავლა არ მოხდა, ვერ გავცემ პასუხს. აი ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ქართულ ჯგუფის და ქართულ ბანკის დაყადაღების საკითხს, აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და გადაიხადოს ჯარიმა და წინააღმდეგ შემთხვევაში აქვს თუ არა მას გაცნობიერებული რა შედეგი შეიძლება დადგეს მისთვის. მე ვიცი ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ ის არ აპირებს პოლიტიკურად მოტივირებული თანხების გადახდას. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ის 74.4 მილიონი ლარი, რომელიც მას დაეკისრა არა იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს განპირობებული იყო კანონის დარღვევით, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მის დასჯას ისახავდა მიზნად და ამავდროულად დისკრედიტაციას ქართული ოცნების. ამიტომაც მან არაერთხელ განაცხადა, რომ ის ამ თანხას არ გადაეხდის. რაც შეეხება დაყადაღების პროცესს, რომელიც განხორციელდა ბანკ ქართუსთან, უпростоრად ქართუს აქციებთან დაკავშირებით, ეს უკანონო პროცედურა არის. ჩვენი კანონი ითვალისწინებს, რომ უნდა დაყადაღდეს მოვალის კუთვნილი ქონება. ამ დროს დაყადაღებული იქნა სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფის კუთვნილი ქონება. ეს კანონდარღვევაა და იწვევს პასუხისმგებლობას რამოდენიმე სახის. აღმასრულებლისა, რომელმაც ეს განახორციელა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავს სისხლის სამართლებრივი კუთხით, ხოლო სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით ეს იწვევს უკანონოდ დადებული ყადაღის გაუქმებას. ოღონდ ამ შემთხვევაში ინიციატორი მხარე, ვინც ასეთი სარჩელის შეტანით უნდა გამოვიდეს და მოითხოვოს ყადაღის გაუქმება, არის ქართულ ჯგუფი, სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფი, რომლის ქონებასაც დაედო ყადაღა. ამდენად ბიძინა ივანიშვილთან აი ამ ყადაღის დადებას კონკრეტული კავშირი არ გააჩნია. მე მაქვს იმის შესახებ ინფორმაცია, რასაც მოითხოვს კანონი და რა შეუსაბამობა არის კანონისა და ეროვნული ბანკის აი ამ განცხადებას შორის. არსებული კანონი კომერციული ბანკების შესახებ მისი მერვე მუხლი ითვალისწინებს, რომ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული უნდა იყოს კომერციული ბანკის აქციათა გასხვისების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება თუ 10%-ზე მეტი წილის სხვისდება. მოცემულ შემთხვევაში კომერციული ბანკი ქართუს აქციები არ გასხვისებულა, ის იყო და რჩება სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფის საკუთრებად. აი ამ ნაწილში რომ მომხდარიყო გასხვისება და სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფს გაესხვისებინა აქციები, მაშინ აუცილებლად იქნებოდა საჭირო ეროვნულ ბანკთან შეთანხმება. ჩვენს შემთხვევაში კიდე კონსტრუქცია ესეთი არის. არის ბანკი, მისი აქციათა 100% ეკუთვნის სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფს. სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფში არის 4 უცხოური კომპანია და 2 ქართული კომპანია და ამ 2 ქართულ კომპანიაში წილები ეკუთვნის იმ 4 უცხოურ კომპანიას, რომლებიც პარალელურად აქციონერები არიან, ანუ მარტივად რო ვთქვათ, სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფის აქციონერები არიან 4 უცხოური კომპანია
და უკვე უცხოური კომპანიის მოხსენიებით თუ ვინ არიან ამ უცხოური კომპანიების უკან გავდივართ საქართველოს იურისდიქციიდან, იმიტომ რომ უცხოური კომპანია ნიშნავს იმას, რომ ის არის სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული. ბიძინა ივანიშვილს გაცხადებული ჰქონდა 30 აპრილს 2012 წლის, რომ ის იყო ბენეფიციარი მესაკუთრე იმ 4 უცხოური კომპანიისა და აქედან გამომდინარე ის განიხილებოდა ბანკის ბენეფიციარ მესაკუთრედ. მოდით ჯერ აქ გავჩერდეთ და ეს დეტალები განვიხილოთ. აი დაუშვათ, რომ არ მომხდარიყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს გაესხვისებინა თავისი წილები უცხოეთში ამ უცხოური კომპანიებისა. რასთან გვექნებოდა საქმე? გვექნებოდა იმასთან, რომ სტრუქტურა არის ასეთი: ბანკი, ქართულ ჯგუფის სააქციო საზოგადოება, ქვემოთ 4 უცხოური კომპანია და საზღვარგარეთ უკვე არაქართულ იურისდიქციაში, თქვათ სადღაც ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი კანონი, რასაც ამბობს იმას, რომ პირველ ეტაპზე, პირველ შრეზე ბანკი და მისი აქციონერის, ასე თქვათ, ურთიერთობა არის ზედაპირზე დადებული და აქციონერის ცვლილებას სჭირდება ბანკის თანხმობა. ხოლო ის თუ რა ხდება საზღვარგარეთის ქვეყანაში ტრანზაქციის განხორციელებას, აბა ლოგიკურად დაფიქრდით თქვენ, ჩვენი ეროვნული ბანკის თანხმობა რო იყოს დაწესებული, რამდენად ეს ლოგიკური ან გონივრული იქნებოდა. ვთქვათ, დღეს სადღაც საფრანგეთში, გერმანიაში ან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ხორციელდება ტრანზაქციები და ის გაჩერდეს იმის გამო, რომ ეროვნული ბანკის თანხმობა იყოს მოაზრებული. ეს ხო შეუძლებელი არის და თავშუათ საქართველოს ბანკს ვიყავს აქციონერები დღეს არავინ არ იცის და ამის შესახებ რომ საზღვარგარეთ როცა ტრანზაქციები ხდება ეროვნული ბანკი იქნეს ჩაყენებული საქმის კურსში უბრალოდ არალოგიკურია. მოკლედ, ამით იმის თქმა გვინდა რომ ეროვნული ბანკის მონაცემები, რაც აღმასრულებელს მიეწოდა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი იყო ქართულ ბანკის მესაკუთრე, ეს სინამდვილის შეუსაბამო განცხადება არის. და მეორეც 2 მაისს ბიძინა ივანიშვილმა ეს ბენეფიციარი საკუთრების წილი, ანუ საზღვარგარეთ არსებული, ასე ვთქვათ, საკუთრებასთან დაკავშირებული უფლება გადასცა მის ვაჟიშვილს უტა ივანიშვილს და შესაბამისი დოკუმენტები უკვე ხელთ გვაქვს და მათ შორის სასამართლოსაც წარედგინა. ბატონო, თუ თქვენ გაქვთ ესეთი დოკუმენტი ხელთ, რეპორტაჟი შეიძლება იყოს რეპორტაჟში შეიძლება თქვენი განცხადებაც გავიდეს ახლა, მაგრამ მე გთხოვთ, რომ დოკუმენტი თუ ასეთი გაქვთ, კეთილი. თუ შეგიძლიათ რომ მომაწოდოთ ეს დოკუმენტი, მადლობელი ვიქნები, იმიტომ რომ რასაც ვუყურებ ჟურნალისტის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ვინმეს აზრი, თუმცა პატივს ვცემ ყველა აზრს, არამედ დოკუმენტი. ბატონო არჩილ, ასევე აქტუალურია თემა ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვანო ჩხარტიშვილი საზღვარგარეთიდან რიცხავდა ფულს ფონდ კომაქში, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის სახელთან. ხომ არ შეგიძლიათ გითხრა და გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს და ვანო ჩხარტიშვილს და მოქმედებს თუ არა ჩხარტიშვილი ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ? არავითარი სხვა ინფორმაცია გარდა იმისა, რომ გუშინ მოვისმინე მედიით ვანო ჩხარტიშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით, მე არ გამაჩნია. და ასევე მინდა გითხოთ მაჟორიტარების თემასთან დაკავშირებით, თქვენი საკითხი გარკვეული არის მაჟორიტარობის კუთხით და დასახელებულია რეგიონებში რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში არ ხმაურდება თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბატონმა დათო ბერძენიშვილმა დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის შემდეგ კოალიციაში სიტუაცია დაიწყება და ბერძენიშვილის ამ შეუთანხმოებელ განცხადებას მოყვა გარკვეული 100-თა სხვადასხვაობა. შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, არსებობენ თუ არა უკვე გამოკვეთილი კანდიდატები თბილისში და იყო თუ არა რეალურად დაძაბულობა კოალიციაში ბერძენიშვილის განცხადების შემდეგ? მე ვიცი ის, რომ არავითარ დაძაბულობას ადგილი არ აქვს. მე ვიცი ის, რომ ამ თემაზე მუშაობა ხდება კონსტრუქციულ რეჟიმში, კანდიდატების შერჩევის გზით, აზრთა ურთიერთგაცვლის პირობებში, რაც არა დაძაბულობას, არამედ საუკეთესოს არჩევას გულისხმობს მიზნად.
ასე რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს თუ ვინმე თვლის რომ ეგ დაძაბულობაა. მეორე, რაც შეეხება ვინ უნდა იყვნენ თბილისის კანდიდატები, ამ საკითხზე კოალიციის პოლიტსაბჭო მუშაობს. მე არა ვარ კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრი, მინდა გითხრათ და ამდენად ეს ჩემ კომპეტენციას ცილდება, რომც ვიცოდე მაგ შემთხვევაშიც კი და ასე რომ დაველოდოთ კოალიციის პოლიტსაბჭოსა და მისი ლიდერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. პირადად თქვენი კანდიდატურა ბაღდადის რაიონში რა კრიტერიუმით შეირჩა? პირადად ჩემი კანდიდატურა განხილული იქნა ასევე კოალიციის პოლიტსაბჭოზე. მე რამდენადაც ვიცი, ეს ინიციატივა ეკუთვნოდა თავად ბიძინა ივანიშვილს. მე როდესაც ამ საკითხის შესახებ მან მითხრა და ეს შემოთავაზება მან მითხრა, ასე ვთქვათ, მე არ დამისვამს მისთვის კონკრეტულად ეს კითხვა, თუ რა მოსაზრებით იქნა შერჩეული ჩემი კანდიდატურა, მაგრამ მე შემიძლია ზოგადად ვივარაუდო ის, რომ როდესაც კოალიციამდე უпроსწორად აი ამ პოლიტიკურ გუნდში შესვლაზე მის წინადადებას დავთანხმდი, მაშინ ის კრიტერიუმები, რომლებიც იყო საერთოდ განსაზღვრული, ეს იყო, რომ ითვლებოდა, რომ გუნდში უნდა მოსულიყვნენ თავისი საქმის პროფესიონალები, გამოცდილების მქონე ადამიანები თავის პროფესიაში და კიდე გარკვეულწილად ისეთები, რომელთაც თქვათ რეპუტაცია შესაძლებლობას იძლეოდა მსგავსი გუნდის წევრი გამხდარიყო. სავარაუდოდ ალბათ ვივარაუდობ, რომ შეიძლება მათ ჩათვალეს, რომ ამ თვისებებთან დაკავშირებით მე პრობლემა არ მქონდა და ალბათ შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ გადაწყვეტილებას ეს დაედო საფუძვლად. თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად მე არც იმ პოლიტსაბჭოს სხდომას არ დავსწრები ვარ, სადაც ეს საკითხი იხელებოდა. ბატონო არჩილი, NDI-მ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო შედეგები და თქვენ ენდობით თუ არა მის კვლევებს და თუ ენდობით რატომ ან თუ არ ენდობით? ამ დილიანდელი არ ვიცი, ვერ მოვასწარი. დღეს უნდა გამოაქვეყნებინა, ხო და ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას. აი, ვერ მოვასწარი. ჩვენ დამოკიდებულება მართლაც ცნობილი არის, არაერთხელ გაჟღერებულა კოალიციის მხრიდან. ჩვენ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუტებს და ვთვლით, რომ მათი საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა არის რაღაც ალბათ ხარვეზები იმ რგოლებში, რომელთა მეშვეობითაც ხდება მათ მიერ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ეს საერთოდ ჩვენი პოზიცია არის, ასე რომ ახალს მან ნამდვილად ვერაფერს ვერ ვეტყვი. ბატონი არჩილი, კიდევ ერთი შეკითხვა. ბორის კაკობავა გამოჩნდა ქართულ ოცნებაში. მართლა არ ვიცოდი. მართლა არ ვიცოდი. არ იცოდით? მინდა გითხრათ, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, საქმიანობის სტილი მაინც ადვოკატურას უკავშირდება ახლა და აი უფრო არ ვიცით, მაგაზე ვისაუბროთ იმ შემთხვევაში და იმ დროს თუ მაგამდე მივიდა საქმე და როცა მივალ სწორად. და ეხლა ასე ვთქვათ, ჩემი რჩევა იქნება ვთქვათ, რომ აი ეს თემები, რომლებიც ჩემთვის არის, ჩემი თემები და სადაც არ გეტყვით, რომ არ ვიცი, არ გამიგია, ვთქვათ, ეს მოქალაქეობა იქნება, დაჯარიმებები იქნება, თუ მსგავსი რამ, შემიძლია გამართულად ალილუიასავეთ ჩაგიბულბულოთ. კეთილი.